საქართველოში ავტოსადგურების რეფორმა კვლავ აქტიურად გრძელდება. ახლოს მომავალში ქვეყნის შიდა რეგულირებული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისა სავალდებულო გახდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების განხორციელება. რას უზრუნველყოფს ეს რეფორმა? ამაზე ისაუბრებს ჩვენი ჟურნალისტი მარი მელიქიშვილი, რომელიც ახლა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში გვერდება. გამარჯობა, მაია, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. საქართველოში ავტოსადგურების რეფორმის სრულ მასშტაბიანი ამოქმედებიდან უკვე 1 წელია გასული და თუმცა ვიდრე ამ 1 წელს მიმოვიხილავთ, მანამდე ამავე რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ სხვა სიახლეებზე ვისაუბროთ, როგორც ცნობილია, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით 2027 წლიდან დამატებით ახალი რეგულაციები ამოქმედება, კერძოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სავალდებულო გახდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და ეს მოთხოვნა უზრუნველყოფს მძღოლის სამუშაო და დასვენების რეჟიმების, ასევე გადაადგილების სიჩქარის კონტროლს. დარგის ექსპერტების შეფასებით აღნიშნული მიდგომა შექმნის დაბალანსებულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ასევე ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვა ეტაპობრივად მოხდება. მაგალითისთვის, თბილისი-ბათუმის ხაზზე ტაქოგრაფის განთავსება 2027 წლის 1 ივნისიდან იქნება სავალდებულო, სხვა ყველა დასახლებაში კი 2027 წლის 1 დეკემბრიდან. რაც შეეხება სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობებს, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 2027 წლის 1 მარტიდან განთავსდება, სხვა დასახლებებში კი ამავე წლის 1 დეკემბრიდან. ავტოსადგურების რეფორმის შემდგომ ეტაპებზე დაგეგმილია სერვისების სრულად გაციფრულება და ავტოსადგურების ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციაც. ეგრეთ წოდებული ტაქოგრაფის გამოყენება ავტობუსებში. ეს არის მოწყობილობა, რომელიც გააკონტროლებს მძღოლის დასვენებისა და მუშაობის რეჟიმებს. მოგეხსენებათ, გარკვეული კვლევებით ჩვენ ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ მძღოლების უმეტესობა არ ისვენებს გზაზე, ანუ 4-5 საათი და უფრო მეტი საათების გადაჭარბებით მუშაობენ და ეს იწვევს დაღლილობას და საგზაო შემთხვევების რაოდენობაც აქედან გამომდინარე შესაძლებელია გაზრდილიყო. ეს ერთი. მეორე, ეს არის სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობა. ვიცით, რომ სიჩქარის გადაჭარბება და ზოგადად სიჩქარის პრობლემა ქვეყანაში არის ერთ-ერთი წამყვანი და პრობლემური. აქედან გამომდინარე უდიდესი პასუხისმგებლობა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეგრეთ წოდებული საქალაქთაშორისო გადაყვანების მძღოლებისადმი და ამ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დამონტაჟებით ისინი ვეღარ განავითარებენ მაღალ სიჩქარეს. გრძელვადიან გეგმაში ეს უკვე განსაზღვრული არის როგორც ინფრასტრუქტურული ცვლილება, ასევე ტექნოლოგიური ცვლილება. ტექნოლოგიურ ცვლილებაში უკვე აქტიურად მიმდინარეობს პროგრესი ავტოსადგურის მხრიდან, როგორც არის სრულად გაციფრულება რეისების, ხელმისაწვდომობის კომპონენტი აქ ძალიან ჭარბადაა შემოტანილი, ამით თუ ეს ინდუსტრია მორგებული არის ტურისტულ სექტორზეც, მრავალენიანი პლატფორმები, ვებგვერდი, ონლაინ დაჯავშნა, ონლაინ ყიდვა და ამ მიმართულებით. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტში, ეს არის უკვე გრძელვადიანი სტრატეგიის მეორე ნაწილი, რომელიც კონკრეტული პირობები სჭირდება, რომ შესრულდეს. როგორც ვიცით, ავტოსადგურების რეფორმის ძირითადი ნაწილი ძალაში 2025 წლის 1 ივნისიდან შევიდა და აქ იგულისხმება ავტოსადგურების სერტიფიცირება, კლასიფიკაცია, სანებართვო სისტემის ამოქმედება და სხვა. როგორც თავად მსხვილი ავტოსადგურის წარმომადგენლები, ისე დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანისთვის ქვეყანაში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მაგალითისთვის, საქალაქთაშორისო გადაყვანები სანებართვო სისტემაში მოექცა და გადამზიდავებისთვის აუცილებელი გახდა ლიცენზირების გავლა. გარდა ამისა, მძღოლებისთვის დაწესდა პერიოდული სამედიცინო შემოწმებისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები. ამასთან ნელ-ნელა უკვე დაიწყო ელექტრონული ბილეთებისა და რეისების უფრო გამჭვირვალე აღრიცხვის დანერგვა, თუმცა დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ საჭიროა სერვისების უფრო სწრაფ ტემპში გაციფრულება და ავტოსადგურების სერტიფიცირების დაჩქარებაც. დღევანდელი მოცემულობით კანონიდან გამომდინარე ავტოსადგურს არ აქვს უფლება არალიცენზირებულ მგზავრთა გადამყვანთან კონდეს
იურიდიული სამართლებრივი ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ გვყავს 360-მდე ლიცენზირებული მგზავრთა გადამყვანი და ეს ლიცენზია თავის თავში მხოლოდ ლიცენზირებულობას არ ნიშნავს. იმის უკან ძალიან ბევრი შრომა არის, რომელიც გასწიეს მგზავრთა გადამყვანება, როგორიც არის სატრანსპორტო უსაფრთხოება, მგზავრთა გადამყვანის საშუალების, ანუ ავტობუსების და მიკროავტობუსების შესაბამისი კატეგორია, კლასი და სტატუსი, თვითონ ძღოლის მისი მოთხოვნებიც რადიკალურად შეიცვალა. კანონის მიხედვით წელიწადში 2 ჯერ მოეთხოვება სამართლეობის ცნობა, ჯანმრთელობის ცნობა, ნარკოლოგიური ცნობა. ერთი წელი გავიდა იმ რეფორმის დაწყებიდან, რომელიც ავტოსადგურების რეფორმას მოიაზრებს და ამ 1 წლის განმავლობაში შეიცვალა ის, რომ გადამზიდველებისთვის სავალდებულო გახდა ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა, ასევე ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა, ასევე პერიოდული ტექნიკური ინსპექტორების ცნობის წარდგენა, გავლილი აქვს თუ არა მას შემოწმება. და რაც ყველაზე მთავარი არის, სერტიფიცირებული არის დღეს 1 წლის მონაცემებით უკვე 19 ავტოსადგური, თუმცა საქართველოს მასშტაბით არის დაახლოებით 100-ზე მეტი ავტოსადგური და ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ავტოსადგურის სერტიფიცირება ამ ეტაპამდე არ არის მომხდარი. უფრო მეტად ვისურვებთ, რომ გაციფრულებული, უფრო მეტად ყოფილიყო ეგრეთ წოდებული და ანონსებული თემა, რაც იყო მაგალითად ბილეთების ონლაინ შესყიდვა. ჩვენ ვიცით, რომ ტურიზმის განვითარება ისე ვერ მოხერხდება, თუ მაგალითად გაციფრულებული არ იქნება მთლიანი ჩვენი სატრანსპორტო სისტემა, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში. გეტყვით იმასაც, რომ ახალი რეგულაციით შეიცვალა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში მხოლოდ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მოთხოვნაც თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ 2027 წლიდან 150 კილომეტრზე შორ მანძილზე მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანა სრულად აკრძალულიყო და მხოლოდ M3 კატეგორიის ავტომობილით მომხდარიყო, თუმცა შემდგომ ეს მოთხოვნა შეიცვალა და ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას ექნება მგზავრთა გადაყვანის ნებართვა თუ მომავალი წლიდან ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობებით აღიჭურვება. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.